მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი, დღეს ხუთშაბათია, 27 მარტი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. 14 საათი და 10 წუთია თბილისის დროით და ჩვენი მეორე სეზონის ფოკუსში მოქცეულია საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი და იქ მიმდინარე მოვლენები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას აქტიურად ვაშუქებთ, მაგრამ დღეს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე ვილაპარაკებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური ჯგუფის 52 პარალელის ავტორთან, წევრთან, ნინო ხელაიასთან ერთად და განვიხილავთ იმ დაგროვილ აქტუალურ საკითხებს, რომელიც მიმდინარეობს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ ცვლილებებთან და ვართ ძალიან სერიოზული გარდამავალი ეტაპის შუაგულში და ეს მით უფრო საგრძნობია, რომ თითქოს და ეს ცვლილებები არის რაღაცნაირად მოცემული, რომელიც ჩვენ კარნახობს, რომ მსოფლიოში შეიძლება ითქვას გარკვეული დღის წესრიგი დასრულდა, საერთოდ მსოფლიო არქიტექტურა შეიცვალა, მაგრამ ასე ეს მოხდა ძალიან სწრაფად. გარკვეულმა მოვლენებმა ეს უზრუნველყო, მაგრამ ყველა ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ამას ესე ვერ აღიქვავს. გონიათ, რომ ეს არის რაღაცა ექსცესი, დროებითი მოვლენა, გარკვეული გადახრა, რომ სამყაროს ცვლილების სახელდება ამგვარად, ეს არის ცოტა რთული და მიუღებელი. შესაბამისად, ჩვენ გადაცემაში ხშირად ჩვენს მოწვეულ სტუმრებთან ვლაპარაკობთ ხოლმე ესეთ ფუნდამენტურ საკითხებზე და ასეთი ფუნდამენტური თემით მინდა დავიწყო. მიგაშნია თუ არა, ნინო, რომ დღეს ჩვენ მართლაც ძალიან ისეთი სერიოზული ცვლილებების წინაშე ვიმყოფებით და იმ მომენტში ვართ, როგორც მაგალითად ეს იყო საბჭოთა კავშირის ნგრევა და ცივი ომის დასრულება და ახალ პოსტცივიომისეულ ხანაში გადასვლა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი საკითხებით დავიწყეთ, ხო? რაღაცა მსხვილი საკითხები არის იმასთან დაკავშირებით, თუ საერთოდ რა ეპოქალური ცვლილებები მიმდინარეობს. იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები მიმდინარეობს, მე მგონი გარკვეული შეთანხმება არსებობს. უბრალოდ საინტერესო ის არის ხოლმე, რომ რა მასშტაბის ცვლილებაა ეს ყველაფერი და რამდენ ხანს გასტანს ცვლილებების პროცესი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ვხედავთ უბრალოდ და მოწმენი ვართ გარკვეულწილად იმ პროცესების, როდესაც ეს ცვლილებები მართლაც რაღაცა უპრეცედენტო სიჩქარით ვითარდება, მაგრამ მეორეს მხრივ არც ალბათ იმის მოლოდინი უნდა არსებობდეს, რომ ეს ცვლილებების პროცესი რაღაცა მალე მორჩება, ხო? ან რაღაცა შეიძლება 10 წლეულებიც გაგრძელდეს, გულისხმობ იმას, რომ აი ეს რაღაცა ახალი გადალაგების პროცესი არ არის ის პროცესი, რომელმაც კონკრეტული ფორმა ძალიან მალე შეიძლება მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ნაკლებად ვუყურებთ. ანუ შენ გულისხმობ, რომ შეიძლება ეს წესრიგი თუ ადასტურებ, შენი შტაბ-ეჭდილებებზე აქვს ბოლოს ლაპარაკი, რომ ეს წესრიგი დასრულდა, ახლის ფორმირებას შენი ძახი შეიძლება დრო დაჭირდეს, მაგრამ პირველი ეს წესრიგი ნამდვილად დასრულდა თუ არა და მეორე რამდენი ხანიც უნდა დაჭირდეს, რა ტიპის შეიძლება იყოს ახალი წესრიგი. როცა 30 თუ 35 წლის წინ დაიწყო პროცესი, დაიწყო ზუსტად 40 წლის წინ, ჩემი აზრით, როცა 85 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო გარდაქმნა და ამ გარდაქმნის პროცესმა მე იმსხვერპლა კიდევაც ეს კავშირი, მაშინდელი სამყარო იყო ორპოლუსიანი, ხო, ორი დომინანტი ქვეყანა, აბსოლუტურად განსხვავებული, თლათ აბსოლუტურად განსხვავებულს ვერ იტყვი, მაგრამ დიდწილად იდეოლოგიურად განსხვავებული და რაც თავარია გამიჯნული ერთმანეთისგან, ორი პლანეტა არსებობდა, შეიძლება ესე ითქვას, რომელიც მოესწრო იმ დროს მათ ახსოვთ, რომ ეს განსხვავებული იყო ეს ცხოვრება და შემდეგ ეს პლანეტა გამთლიანდა, ესე ვთქვათ, გლობალიზაციის პროცესი დაიწყო და მივიღეთ უნიპოლარული მსოფლიო. შესაბამისად, დამთავრდა ეს და იწყება ახალი და როგორ შეიძლება იყოს ახალი. ხო, დამთავრდა თუ არა ეს და საერთოდ რა იყო ეს, ხო? ესეც მნიშვნელოვანი შეკითხვა არის და ზოგადად, როდესაც პოსტცივი ომის პერიოდზე ვსაუბრობთ, ისევ და ისევ რაღაცნაირად ფუნდამენტური შეკითხვაა ის, რომ რას ნიშნავს, ხო, პოსტცივი ომის პერიოდი და რას მოყვა, ანუ ცივი ომის პერიოდს როგორ მოყვა. ზოგადად ცივი ომის პერიოდიც, ხო, თუნდაც ეს რაღაც ორი დაპირისპირებული პოლუსი ახსენე, რა თქმა უნდა არ ხასიათდება რაღაცა ერთის მხრივ საბჭოთა კავშირსა და მეორეს მხრივ დასავლეთ შორის მუდმივად ერთნაირი ტიპის წინააღმდეგობით. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პირველ
წლებში მაგალითად არსებობდა გარკვეულწილად სხვა ტიპის მოლოდინები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფუნქცია შეიძლება და შეესრულებინა საბჭოიც ასე რომ ვთქვათ. ან ცოტა უკიდან დავიწყე ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ მაშინ ცივი არ იყო, ხო, უბრალოდ მე მინდა თქვა რა ტიპის დამოკიდებული. ხო, მანამდე რა იყო 30-იანი წლები ინდუსტრიალიზაცია, კრიზისები და არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგი. კი ბატონო, არის რატომ დავიწყე ახლა ამ თავიდან, უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა და არ მინდა ახლა რაღაც ძალიან ბევრს შეიძლება შევეხოთ ამ ისტორიულ საკითხებს, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ზოგადად აი ამ ორ ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებულ მხარეს შორის მუდმივად მსგავსი დაპირისპირება ცხადი არ იყო და იქ არსებობდა გარკვეულწილად, არ ვიცი, თუნდაც დასავლეთის მეცნიერებსა და შემოქმედებით ადამიანებს თუ მათ ასე ვთქვათ სოფლხედველობას თუ მივადევნებთ თვალყურს 20-იანი და 30-იანი წლების დროს ისინი ძალიან დიდი მოლოდინით და იმედებით უყურებდნენ იმას თუ რა ხდებოდა ასე ვთქვათ აქეთ აღმოსავლეთის მხარეს. ანუ საფრანგეთის რევოლუციის 1789 წლის რევოლუციის გაგრძელებად იყო აღქმული 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია და ეს საკმაო ხანი გრძელდებოდა ასე მათ შორის ჰიტლერიზმის ეგრეთ წოდებული ჰიტლერიზმის დამარცხების მომენტში. შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანია ეს საკითხი იმისთვის, რომ შემდეგ ამ საკითხზე გადავიდეთ, რომ შემდეგ უკვე აი ეს კრიტიკა, რომელიც წამოვიდა თუნდაც დასავლელი ინტელექტუალების მხრიდან იყო ის, რომ საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ ეკონომიკურმა წინსვლამ მისი ასე ვთქვათ დასავლელი კაპიტალისტური ქვეყნების ეთიკური ასე ვთქვათ ნიშანთვისებები შეითვისა და ამიტომაც დეგრადირდა. ესეთი მოსაზრებაც არსებობს სამეცნიერო ასე ვთქვათ წრეებში. აი კარლ პოლანი არის ერთ-ერთი ესეთ საინტერესო ავსტრო-უნგრელი. იგულისხმება ის, რომ კაპიტალისტურ სისტემას ახასიათებს თავისი ეთიკა, თავისი ასე ვთქვათ მოხმარების ეთიკა, ყოველდღიური ცხოვრების გამსაზღვრელი ეთიკა, რომელიც ასევე შეითვისა ამ ასე ვთქვათ რკინის წყობამ, ხო, ასე რომ დავარქვათ. მაგრამ ეს რატო ვახსენე ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში აი მივდივარ რა იქითკენ რა კითხვაც შენ დასვი. მნიშვნელოვანი საკითხი ის იყო, რომ ცივი ომის პერიოდში დემოკრატია გაიგივდა კაპიტალიზმთან. და როდესაც ჩვენ უკვე საუბრობთ ცივი ომის შემდგომ პერიოდზეც, ხო, აი ეს იყო ის, რამაც გაიმარჯვა. ეს იყო ის იდეოლოგია, რომელიც ასე ვთქვათ, გახდა წამყვანი იმ ასე ბოლო 40 წელი ახსენე შენ დაახლოებით იმ პერიოდისა, რომელსაც ჩვენ დღეს რაღაცა გარკვეულწილად პოსტცივი ომის პერიოდად ვახსენებთ, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციასაც ეძახიან. როდესაც უკვე ეს ახალი ქვეყნები გარკვეულწილად აი ტრანზიციის პროცესში უნდა ჩაბმულიყვნენ და ეგრეთ წოდებული ტოტალიტარიანიზმის მარწუხებიდან უნდა გადასულიყვნენ კაპიტალისტურ დემოკრატიულ წყობაში. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ როდესაც ჩვენ აი იგივე თეორიულ დისკუსიებში შეიძლება შევეხოთ, მაგრამ თეორია არ არის პრაქტიკული რელევანტურობიდან მოწყვეტილი არასდროს რა. ანუ ისე თქმა მინდა, რომ როდესაც ეს გაიგივება ხდება, თუნდაც თეორიული დაშვება ხდება კაპიტალიზმისა დემოკრატიასთან, მან უკვე ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემოდის და ეს წინააღმდეგობა შეეხება იმას თუ მართლაც ნიშნავს თუ არა დემოკრატიულ მართლობას მოიაზრებს თუ არა დემოკრატიულ მართლობას კაპიტალისტური წარმოების წესი. და აი ამ წინააღმდეგობებით არის ახსავსე მთელი ეს პოსტცივი ომის ეპოქა. ამიტომ ჩვენ თუ მაგალითად ამისი ასე ვთქვათ განმსაზღვრელი ცხადია არის შეერთებული შტატები, რომ შეერთებულ შტატებში მოხდა ეს გაიგივება. ნუ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი აქტორები ცხადია იყვნენ იქ ევროპის სხვადასხვა აქტორებიც, იგივე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ძალიან მნიშვნელოვანი ისინი არიან ისტორიული ფიგურები ამ მხრივ, სადაც ასევე იგივე ლიტერატურას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი საინტერესო მოსაზრება ის არის, რომ მათი ეროვნული, ასე ვთქვათ, სტატუსი, ამ ქვეყნების ეროვნული სტატუსი გაუთანაბრდა მათ კოლონიურ კუთვნილებებს. და ეს ძალიან პრობლემური იყო. თუმცა ეს კიდე ცალკე საკითხი არის. და რაც შეეხება ამ დემოკრატიის საკითხებს, ჩვენ ვცხოვრობთ რეალურად საქართველოს ხო, მათ შორის როგორც ერთ-ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელიც ახალი კაპიტალისტური ქვეყანაა, ხო, აი ამ საუკუნოვანი გამოცდილებების მქონე კაპიტალისტურ სისტემაში. ეს არ არის ცხადია, ჩვენ არა ვართ კაპიტალისტური ცენტრი, ჩვენ ვართ კაპიტალისტური პერიფერია, სადაც
სადაც ჩვენი ასე ვთქვათ სისტემასთან ინტეგრაცია, იმ გლობალურ სისტემასთან ინტეგრაცია სწორედ ამ გვიან ფაზაში ხდება და ამ გვიან ფაზას ახასიათებს სწორედ აი ეს წინააღმდეგობები. აი მაგალითად, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეგ წინააღმდეგობა, აი დღეს ჭიათურის საკითხებია ხო, მნიშვნელოვანი და ჭიათურის აი ეს რომ დავაკავშიროთ რა, ის თეორიული საკითხი ამ კონკრეტულ ყოველდღიურობასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის აი ეს კერძო მფლობელობა და კერძო წარმოების წესი, რამდენად წარმოშობს აი ამ ეკონომიკური ცხოვრების დემოკრატიულად მართვის შესაძლებლობას. და ამაზე თავად კაპიტალისტურ განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს და მუდმივად არის ხოლმე მცდელობები, რომ რაღაცნაირად გაკეთილშობილდეს ეს კერძო მფლობელობის წესი. და არაერთხელ მიხსენებია კიდევაც, რომ აი მაგალითად, როდესაც ნაციონალიზაციას ითხოვენ, ხო, იქ ჭიათურის მაღაროელები, ნაციონალიზაცია ხშირად ხდება ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანაში სხვა სახელით. და ეს სხვა სახელი ხშირად არის ხოლმე მაგალითად აი ზუსტად ეკონომიკური წარმოების დემოკრატიული წარმართვა. და ეს დემოკრატიული წარმართვა გულისხმობს იმას, რომ ის ხალხი, ვინც იქ არის დასაქმებული, ის ხალხი, ვინც უშუალოდ ქმნის დოვლათს, ანუ საუბარია მშრომელებზე, მონაწილეობას იღებს აი ამ სიმდიდრის შექმნის პროცესში, ისინიც იყვნენ ჩართულები აი ამ სიმდიდრის განკარგვასა და შემდგომ გადანაწილებაში. ეგ რას გულისხმობს? მაგრამ როგორ უნდა იყოს ჩართული განკარგვასა და გადანაწილებაში? ამისი ძალიან ბევრი, ძალიან კარგი მაგალითი არსებობს. იგივე მაგალითად გერმანული ეგრეთ წოდებული კოდეტერმინაციის პრინციპი. კოდეტერმინაცია გულისხმობს, რომ მშრომელები, ანუ საწარმოში დასაქმებული მშრომელები, წარმოდგენილები არიან ბორდში, ანუ ბორდი როგორც გადაწყვეტილების მიმღები, ორგანო და ისინი ასე ვთქვათ აქტიურ მონაწილეობას იღებენ. მსგავსი რგოლი ეგრე გამოდის. დაახლოებით, მაგრამ შეიძლება გადადიოდეს მფლობელობაზეც. ანუ პროფკავშირები არის პროფკავშირების შემთხვევაში, აი ეს ჩვენაც ვიცით სამმხრივი კომისიის საკითხი, ხო დღეს როგორ არის, რომ სამმხრივი კომისია არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, როგორ მოსალაპარაკებელი სივრცე. ანუ სამმხრივ კომისიაში არიან ერთის მხრივ დასაქმებულები, მეორეს მხრივ დამსაქმებლები და მესამე მხრივ მთავრობის წარმომადგენლები და როდესაც რაღაც გარკვეული ტიპის შრომითი დავები წარმოიქმნება, ინდუსტრიულ ქვეყნებში იყო ესე, რომ აი ამ პლატფორმაზე ხდებოდა ამ დავების გადაწყვეტის პროცესი. ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ თუ გინდა ამ ჭიათურის თემას გავყვეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად რაღაცები მას ვქენი, რა ვქია. ეს თემა ან მე კითხულობ ხშირად რასაც წერ და ამ ბოლო დროს ეს ჭიათურის თემა გახდა აქტუალური და უბრალოდ კლიანობაში მაინტერესებს ეს საკითხი. შრომით დავასთან დაკავშირებით სპეციფიურია და კონკრეტულია ეს საკითხი. ხო, ეხება რას? ანუ ერთის მხრივ ეს საწარმოში იქნება თუ სახელმწიფოში იქნება, პრაქტიკულად ჩვენ მინი მოდელი გვაქვს კლასობრივი დაყოფის. ხო, იქ არსებობს მენეჯმენტი, იქ შეიძლება არსებობდეს ფლობელი და იქ არსებობს დასაქმებული ადამიანის სხვადასხვა მიმართულებით. ვიღაცა შეიძლება ბუღალტერი იყოს და ვიღაცა იყოს მაღაროელი. ხო ესეა. და ამ კუთხით ჩვენ საქმე გვაქვს კომპეტენციების განსხვავებასთან და როდესაც შრომით დავაზია ლაპარაკია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის რაღაცა პირობების მოლაპარაკებაზე. მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ მოდელს, რომ იცი რა არის მიუხედავად სტატუსისა, საწარმოს საქმიანობაში ვინც არის ჩართული, ყველა ერთმრგვალ მაგიდასთან უნდა შეადგინოს გარკვეული ბორდი და მე ყველა საკითხი, რასაც საწარმოს საქმიანობა უკავშირდება ერთობლივად გადაწყვიტონ, ჩვენ უბრალოდ კომპეტენციებს აურევთ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება მაგალითად მაღაროელი, რომელმაც უბრალოდ თავისი ხელი და ახერხებს რაღაცა წიაღისეულის მოპოვებას, კომპეტენტური იყოს რაღაცა ბაზრების შეღწევის საკითხში, ან ასე შემდეგ. ანუ აი ეს მოდელი რას მოგვიტანს, იმიტომ რომ ეს კი ესეთი რამ საბჭოთა კავშირშიც არ ყოფილა. ეგ საინტერესო კითხვა არის, უბრალოდ თან აჩვენებს იმას, თუ ჩვენი ქვეყანა როგორ არ არის ინტეგრებული, ან ჩვენ ქვეყანაში როგორ ნაკლები, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ცნობადობა არსებობს იმ მოდელებისა, რა მოდელებიც ზოგადად ამ მხრივ არსებობს. ანუ კომპეტენციის საკითხს აღრევას მე არ დავარქმევდი, მე უფრო ალბათ დავარქმევდი მფლობელობის საკითხს. აი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც
დგება არის სწორედ მფლობელობა. და რატო დავაკავშირე მეწეღან ვისია საწარმო ზუსტად და ვინ განკარგავს საწარმოს მიერ შექმნილი დოვლათის materialურ დისტრიბუციას. ვისია საწარმო? ნებისმიერ. ნებისმიერ საწარმო ვისია, როგორ ახლა? ანუ საწარმო რისგან შედგება? საწარმო ეს არის მოდი პირდაპირ თქვა, ის მანქანა დანადგარები, შენობა ნაგებობები, სადაც მიმდინარეობს ნედლეულის გადამუშავება და პირველადი ან მეორადი სახით მისი გამოშვება. და ეს საწარმო ვის ეკუთვნის? იმან, ვინც ჩადო ინვესტიცია, რა? ანუ საუბარი არის იმაზე, ახლა ჩვენ შეიძლება ბევრი საკითხით, ანუ გააჩნია საწარმოს, ბევრნაირად შეიძლება გავშალოთ. ანუ ჭიათურეს შემთხვევაში ეს იყო სახელმწიფოს ეკუთვნოდა დიდი ხანი, შემდგომ 90-იან წლებში გაჩერდა, შემდგომ უკვე 2006 წელს მოხდა მისი გასხვისება ზუსტად იმ ლოგიკით, რომ ინვესტიციების ჩადება სახელმწიფო ვერ ახერხებდა. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე მოხდა ყველა მნიშვნელოვანი საწარმოს გასხვისება. თქვენ თუ აიღებთ რაღაცა სხვა მაგალითებსაც პოსტსაბჭო, ეგ ყოფილი საბჭოთა სივრციდან ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი, რომელსაც ყვებიან ხოლმე, არის რუსეთში ეგრეთ წოდებული, ესე რა ქვია, ეგრეთ წოდებული პეჩენიების ქარხანას, რომელსაც ეძახდნენ და რომელიც გასხვისდა 90-იან წლებში 100-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე მსგავსი ტიპის აღჭურვილობის საწარმოს ფასი იყო იმ დროს დასავლეთში. და ნუ იქ საუბარი არის თუ ჩვენ ამ საკითხს თუ ვისია საწარმო რეალურად ისტორიულად ჩაუღრმავდებით, მაშინ ზუსტად იმ ისტორიებში უნდა შევიდეთ, საერთოდ ვისი იყო ადრე და ვისი გახდა შემდგომ და რა პირობებში. მან არ მივალთ, კარგად დავწყვეტამდე, იმიტომ რომ რთულია ისტორიული პროცესია ძალიან. საწარმო შეიძლება გავუკვეთ, მაგრამ მე-19 საუკუნიდან იწყება ჭიათურის ისტორია და ანუ მე რაც ნახე, ეს არის სრულიად დასავლური კომპანიები, კრუპიდან დაწყებული, შემდეგ ამერიკული კომპანიაც კი იყო ჰარიმანი იმ დამოუკიდებლობის პერიოდში. შემდეგ ბაზრები იკეტება, საქართველოს დამოუკიდებელია, რაღაცა კოოპერაციით თითოეულ ცდილობენ ნედლეულის გატანას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ანუ ინვესტიცია ის კომპანიები რუსეთის იმპერიის დროს როცა შემოუშვეს და შემოვიდნენ და მაშინ რაც კაპიტალისტურია სამყარო და ეს მოწყობის ეს წესი რუსეთის იმპერიაც ჩვეულებრივად იყო, ხო, რამაც წარმოშვა მე ეს მემარცხენე მოძრაობები და ასე შემდეგ პროლეტარიატმა, მაგრამ და საშინელი პირობები იყო იმ ჭიათურაში, მაგრამ საერთოდ ეს რო დაიწყო, ეს უკავშირდება იქ ჩადებულ ინვესტიციას. ანუ იქ თუ რამე იმდროინდელი, თუნდაც ძალიან კუსტარული საწარმო გაკეთდა, ეს ჩადეს იმ კომპანიებმა. სხვა საკითხი არის. არა მხოლოდ შემდგომ კონცესიები სტალინმა უკან აიღო ამ ანუ კონცესიებით იყო 20-იან წლებში გადაცემული ჰარიმანების კომპანია. ნახე, ის რაც საბჭოთა კავშირი 10 წლის წელიწად საბჭოთა კავშირის დაწყება ძალიან პირობითია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა რევოლუციის შემდეგ მოახდინა ნაციონალიზაცია. აი უამრავი ესეთი მათ შორის ტკბილეული საწარმო იყო რუსეთში და საერთოდ პირველ პერიოდზე ლაპარაკობენ რომ პრაქტიკულად ყველა საწარმო ეს იყო მეფის რუსეთის დროინდელი და მოხდა ამის ნაციონალიზაცია, ანუ ის მეპატრონეები ჩამოართვეს და გადასცეს ხალხს, ასე ვთქვათ. ნუ იქ მართვის ფორმა სხვადასხვა იყო, დანიშნული დირექტორი და ჯერ ისიც საბჭოები იყო ძალიან ძლიერი, იქიდან ირჩეოდნენ ვიღაცები და ერთგვარად რა მოდელზე ჩვენ ლაპარაკობ, ამის უფრო პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ ამის მართვის რგოლი ამ საბჭოების სახით არსებობდა და ჯამში იმიტომაც მე საბჭოთა კავშირი ჰქონდა. მაგრამ ეს ისტორია ესეთია, შემდეგ ეს ინგრევა და ვიღებთ აი ამ მოცემულობას, რომ ან უნდა გაჩერდეს, ან შემოყოს კერძო მისაკუთრე იაფად, მაგრამ თავის დროზეც ვინც ეს გაასხვისა თქო ის თქმა მინდა. იმას საერთოდ უფასოდ წამოიღო. როგორ არის იცით, ანუ სინამდვილეში არსებობს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ამ საკითხების გადაწყვეტისას და ჩვენ დავიწყეთ პოსტცივი ომის ეპოქით, ხო და რატო დავაკავშირე ეს ყველაფერი ამას, იმიტომ რომ პირდაპირ ემის იმ ეკონომიკური დემოკრატიის საკითხს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური საკითხია დემოკრატიაზე, როდესაც მსჯელობთ და როდესაც მსჯელობთ იმაზე, რომ ცივი ომი დასრულდა, ხო? და შემდგომ რაღაცამ გაიმარჯვა, რაღაცა იდეოლოგიამ გაიმარჯვა. ანუ ერთ-ერთი ნიშნულოვანი საკითხი აქ ის არის, რომ სინამდვილეში, ანუ როდესაც საუბარია სიტყვაზე მსგავსი ტიპის საწარმოებზე,
იქ საუბარია ნაციონალიზაციაზე, იქ საუბარია იმაზე თუ რა ვიცი, ნებისმიერ საკითხზე ჩვენთან ეს ყველაფერი როგორ მოხდა? ჩვენთან ყველაფერი მოხდა გარკვეული იდეოლოგიური ვარაუდების ქვეშ. და ერთ-ერთი იდეოლოგიური ვარაუდი არის ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია მაგალითად მომგებიანი საწარმოს ქონა. ანუ თუნდაც და ეს იდეოლოგიური ვარაუდები ხშირად მომდინარეობს საფინანსო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. აი მაგალითად იგივე მსოფლიო ბანკის და სხვა რეკომენდაციები ჩვენარ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ არსებობს სახელმწიფო საწარმო, მაშინ სახელმწიფო საწარმოს რენტაბელურობა ესეთი კომერციული ვერ იქნება და არც უნდა იყოს. ანუ როგორ არის იცით, აი სახელმწიფოს უკან რა დაშვებებს ვაკეთებთ, აი ეს დაშვებები, ამ დაშვებებით სავსე იყო ცივი ომის შემდგომი პერიოდი. ანუ ჩვენ როცა დასრულებაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა ის კითხვებით შევდავსვათ, დასრულდა თუ არა ამ დაშვებებით ოპერირებაც. ანუ ჩვენ გადავიაზრეთ თუ არა ასევე გარდა იმ გეოპოლიტიკური საკითხებისა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო, ხო, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, ხო, და რამაც ბევრ ქვეყანას მისცა გარკვეულწილად ბიძგი იმისა, მათ შორის ჩვენც, რომ რაღაცები გადაგვეაზრებინა. მეორე საკითხი არის ამ ყველაფერთან ეკონომიკური გადააზრების პროცესი. იმიტომ რომ ეკონომიკურ სისტემაში არსებობს არანაკლები წნეხი მომდინარე საერთაშორისო სისტემიდან ჩვენნაირ ქვეყნებზე, რომელიც წნეხიც მიეწოდებოდა მზა რეცეპტების სახით, როგორც გარკვეულწილად რეცეპტი. ოღონდ ეს რეცეპტები როგორც წესი იყო ის პერსპექტივა, რომელიც გლობალურ ბაზარს აწყობდა და არა შენს დასაქმებულს ან შენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ გლობალურ ტენდენციაზეც და თან გავყვეთ ჭიათურის მაგალითსაც, იმიტომ რომ ამ დინამიკას კარგად აჩვენებს. ანუ ერთის მხრივ წარმოიდგინე არის 92 წელი, საბჭოთა კავშირი ფორმალურად გაქრა, იქ რაღაც წარმონაქმნები იშლება, მაგრამ საბჭოთა კავშირის გრევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეკონომიკა. 80-იანი წლებისაც ახსოვს ის დეფიციტი და ის მდგომარეობა, რაც იყო ქვეყანაში, იყო ძალიან, ესე ვთქვათ, გამორჩეული, ხო, რაღაცა ანუ ესეთი სიღარიბით გამსჭვალული. ეს ინგრევა და ქვეყანაში ეკონომიკური კავშირები წყდება, იმიტომ რომ ეს ეკონომიკა ძალიან ჩახლართულად იყო მთელი ამ ხელა ტერიტორიაზე, ხო, ესე ვთქვათ, აწყობილი. ადამიანები დამოკიდებული არიან, ინფლაცია შემოსავლები არ არის, მოკლედ იმ 90-იანების სიბნელეში ვიძირებით. და რაღაცნაირად იწყება ჰუმანიტარული დახმარება პირველ ეტაპზე, ხო, რაღაცა ქვეყნის გამოცვლა, იმიტომ რომ დასავლეთი დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს ამავე დროს საფრთხე, აქ ძალიან დიდი ქაოსი საფრთხეა. ლაპარაკი არის არა მხოლოდ საფრთხე, აქ არის შესაძლებლობა ახალი ბაზრების. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიტია. სამხედრო უშველებელი იმპერია ინგრევა და იქ ერთი ერაყი დაიშალა და მივიღეთ მე ისლამური სახელმწიფოები და ხა წარმოიდგინე სრულად უმართავი პროცესები საბჭოთა კავშირში. ნუ პირველ ეტაპზე მაგას ვამბობ, რომ ის აქ სტაბილურობით დაინტერესებულია, ამიტომ რაღაცა ჰუმანიტარული დახმარებაც არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ დასავლეთისთვის ეს ბუნებრივია, რომ არის შესაძლებლობა, ხო? უზარმაზარი ქონება, ინდუსტრია სახელმწიფოს ხელში. რომელიც ქონებაა და რაც თავარია ეს არის ერთის მხრივ ეს ინდუსტრიული ქონება, მეორეს მხრივ ეს არის სამხმარებლო ბაზარი, ხო, უამრავი ადამიანი, რომელიც და იაფი მუშახელი. ხო, რაღაცა გაყიდვის ბაზარია. და შესაბამისად, ეხლა თუ ჩვენ ამას ალტრუიზმს უკან გავწევთ და მაინც და მაინც დავინახავთ ამას იმ ჭრილში, რომ ყველაფერთან ერთად, ჰუმანიზმთან ერთად არსებობს რაღაცა მერკანტილური ინტერესები, თუ რა ვითვისოთ ბაზარი, ხელში ჩავიგდოთ ქონება. ბუნებრივია ამას მოყვა თუ მოყვებოდა აი ამ მოტივით გაჟღენთილი წინადადება, რომ იცით რა არის, სხვანაირი წარმოების წესი არსებობს და მოდი პრივატიზაცია და მოდით გაასხვისეთ. გასხვისებისა და პრივატიზაციისას ვინ იგდებს ხელში ქონებას? იმას ვისაც აქვს მონეტარული კი ბატონო კაპიტალი. ეს ადგილზეც ისევე მოხდა, იმიტომ რომ თუ კი კონცენტრაცია ხდებოდა შიდა პრივატიზაციის დროს ქონების, ბუნებრივია მაღალი თანამდებობის და იგივე დირექტორი უფრო ჩაიგდებდა ხელში რაღაცას, ვიდრე ჩვეულებრივი მუშა ან გაერთიანება. ამიტომ ამ ხრივ ეს პირველადი რაღაცა კაპიტალის განადანაწილება ამგვარად მოხდა, ხო? სადღაც მოხდა, სადაც ვერ მოხდა, მაგრამ იმას ამავე დროს მოყვა თავისი ვალდებულებები. ჭიათურის შემთხვევაში ეს რთული პერიოდი დადგა. და რაღაც პერიოდი საწარმოებმა იმუშავა ინერციის ხარჯზე. სანამ გაიცვითა ის მანქანადანადგარი, სანამ კიდე რაღაცა მოთხოვნა არსებობდა, ეხლა ჭიათურის შემთხვევაში იქ ზესტაფონის ქარხანაც არის და ეს მიბმულია, ხო? ინერციით იმუშავა, მაგრამ სადღაც ხდება ეს ძალიან რთული. და
ამ დროს ამ მომენტში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არა მოდი ინვესტიცია შემოვიყვანოთ, ეს საწარმო გადავცეთ, მაგრამ აქ ხდება ერთ საინტერესო რამ, რომ ურთიერთობის წესებს ამას მოყვა მეორე ფილოსოფია. ურთიერთობის წესებს სახელმწიფო იძახის, რომ მე ამაში არ ჩავერევი. ეს ბაზარი თავისუფალია, დამსაქმებელმა და დასაქმებელმა თვითონ დაადგინონ და დასაქმებული აღმოჩნდა კაბალურ პირობებში, ხო? ანუ მან უნდა მიიღოს ან არაფერი და წავიდეს იქიდან, ან არ წავიდეს, მაგრამ არაფერი, თუ არ დათანხმდება იმ პირობებს, ან იგივე იმ კაბალური პირობებით იმუშაოს და ეს ცხადია რომ ქმნის ამ რაღაც უსამართლობის აღქმას და განცდას. და დროთა განმავლობაში, როდესაც სახელმწიფოები და საქართველოში არ ვიცი ხა ესე სახელმწიფო ესეთი ტიპის საწარმო სახელმწიფო ფლობელობაში მე მგონი აღარ ზდარჩა, არ მეგულება მე. რუსეთში კიდე არსებობს რაღაცები, ან ის აქვს წილი აქვს თვითონ გუბერნიებს აქვს წილი და ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო აწვება რომ ეს რაღაც სხვა პირობებით მოხდეს, იმიტომ რომ უშველებელი მონოქალაქებია, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს აღარ არის. მაგრამ აქ ვიღებ ძალიან საინტერესო მომენტს. შემდეგ იმაზე გადავდივარ, რომ ერთის მხრივ ეს ამას აკეთებს, მაგრამ ეს კოერენცო კომპანია სახელმწიფო თუ არაფორმალურად დაიცავს დასაქმებულის ინტერესებს, როგორც მოქალაქეებისას. ის იძახის, რომ მე მაშინ სხვანაირად არ მიღირს, ეს ფული ძვირია, მე იქ მოგება უნდა ვნახო, ინვესტორი უცხოელია, ის ამ რაღაცა პერიფერიულ ბაზარზე, იმიტომ შემოვიდა, რომ მეტი მოგება ნახოს, თორე 1%-იანი მოგება რომ უნდადეს, დადებს ეგერ ბანკში და ექნება, ხო ესია. ამიტომ ის ფული, რომელიც ინვესტიციის სახით ჩვენთან შემოდის, არის ძვირი. სხვათა შორის ის ასევე ძვირი არის ის USAID-ის დახმარებაც, რომელიც დიდი ნაწილიც მე 40% მინიმუმ უკან უნდა დაიხარჯოს, ხო? იმ ქვეყანაში განვითარების დახმარების ლოგიკების თუ გავყვებით, კი. მაგრამ ამქიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ საინტერესო რამეს. ამასობაში ეს მე რაც დავინახე პრობლემა, მე არ ვეწინააღმდეგე იმას, რომ შეიძლება იყოს სახელმწიფო მართვაში ან რაღაც სხვა მართვის სხვა ფორმა იყოს, მაგრამ ამავე დროს ის რესურსი, რომლის დამუშავებაც ხდება, ილევა. აი როგორ აქვს ჩვენ ჭიათურის მაგალითზე, ხო? ანუ იქ ამბობენ რომ აღარ არის ესეთი გამდიდრება ჭირდება იმ მანგანოს, რომელიც თავდება, რამდენიმე წლის მარაგია დარჩენილი. ამ შემთხვევაში ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ალტერნატიული მოდელი, რომელიც უკვე არა კერძო, არამედ სახელმწიფოდან ინვესტიციას გულისხმობს, ახლა სახელმწიფო შევიდეს იქ რაღაცა ინვესტიცია, იგი ბიუჯეტიდან უნდა გაკეთდეს, ხო? რამდენად მიზანშეწონილია. ხო, ჩვენ ახლა რეალურად კონკრეტულ საკითხებს მივადექით ძალიან პრაქტიკული გამოწვევის მქონე საკითხებს, მაგრამ დღეს რეალურად ეს ქალაქი დგას გარკვეულწილად გზაგასაყარზე. გზაგასაყარი იმისა თუ რა იქნება მისი მომავალი, ხო? და ჩვენ ახლა როდესაც ჭიათურაზე ვსაუბრობთ, მე არ ვსაუბრობ როგორც რაღაცა ერთ მაგალითზე, არამედ როგორც რაღაცა პატერნა, ნიმუში, ასეთი ტიპის საწარმოების. ნუ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზეც, რომ რაც ალბათ არ უნდა დავივიწყოთ, რომ როდესაც ბუნებრივ რესურსებზე არის საუბარი, ბუნებრივი და ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მინერალებზე, რომელსაც მანგანუმი წარმოადგენს, კონტექსტი, გლობალური კონტექსტიც არის ის, რომ კრიტიკულ მინერალებზე რაღაცა მზარდი კონკურენციაც არსებობს, ხო? ნუ ეს მეორე საკითხი ასევე, რომ მილევადი რესურსია ნებისმიერი წიაღისეული და ეს გულისხმობს იმას, რომ რაღაც მომენტში იქნება ეს 10 წლის შემდეგ, 20 თუ 50 წლის შემდეგ ის იქ აღარ იქნება. შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოს გამოწვევად, როდესაც აქვს ასეთი ტიპის საწარმო, გამოწვევდა აყავს დასაქმებულები და მათ შორის, რა ვიცი, 1000-ზე მეტი დასაქმებული, აქ საუბარი რაღაც 3600 დასაქმებულზე, რომელზეც შემდგომ მიბმულია ცხადია ოჯახები და სხვა მთელი ეს რაღაცა გადადინების ეფექტი აქვს ეკონომიკური, ადგილობრივად უფრო მეტად და შემდგომ რა ვიცი რეგიონულადაც. საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება პოსტ-ექსტრაქტივისტული მომენტი, როდესაც დადგება ეს, რა უნდა გავაკეთოთ. ამას აჩქარებს, აი ამ შეკითხვას, კრიზისულ შეკითხვას, ხო, აჩქარებს
ასევე ის რაღაცა გარემოს დაცვის საკითხები და ეგრეთ წოდებული მწვანე საკითხები, რომელიც ყოველთვის თანსდევს ამ ექსტრაქტივისტულ ეკონომიკებს. ანუ მოპოვება დაკავშირებულია, წიაღისეულის მოპოვება დაკავშირებულია ძალიან ბევრ გვერდით მოვლენასთან, რომელსაც ეძახიან ხოლმე საბაზრო ჩავარდნებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბაზარი ამ ყველაფერს ვერ არეგულირებს. ანუ ეგრეთ წოდებული ექსტერნალია არის. ბაზრის გარეთ ხდება ეს პროცესი და შესაძლოა ბაზარს არ აქვს უნარი თვითონ დააბალანსოს აი ეს ჩავარდნა. აი მაგალითად გარემოს ამბავი, ყვირილა რო შავია და ვიღაცები ხუმრობდნენ კიდევაც რომ ხა თუ გაჩერდებაო დავინახავთო ყვირილას გათეთრებასო ციცხვლეში ერთხელ იმიტომ რომ მუდმივად შავიაო მოპოვების პროცესის შედეგად. ესეც არის საბაზრო ჩავარდნა, იმიტომ რომ ბაზარი ამ ყველაფერს თვითონ ვერ იმეშვება. ამიტომ არის რომ სახელმწიფოს როლი არის ხოლმე აქ რომ აი ეგრეთ წოდებული ეს ექსტერნალიები და საბაზრო ჩავარდნები მოაგვაროს. მაგრამ აი ეს საკითხი არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი საკითხი თუ როგორ შეიძლება გადავიდეს აი ეს პროცესი ახალ ეტაპზე, ეგრეთ წოდებულ პოსტ-ექსტრაქტივისტულ ეპოქაზე, ისე რომ არ დაზიანდეს სხვადასხვა აქტორების ინტერესები და ვინ არიან და რა არიან ეს სხვადასხვა აქტორები. ერთის მხრივ ეს არის დასაქმებულები, ანუ დასაქმებულების საკითხი ცხადი ამოსაგვარებელია, როდესაც ამდენი ხალხი გრჩება უმუშევარი, მეორე მხრივ ეს არის გარემო და მესამე მხრივ ასევე თუ გყავს ის ხალხი არიან მფლობელებიც, ხო? ანუ რაღაცა ვისი მფლობელობაც არის, მათი ინტერესიც აი ამ კაპიტალისტურ ეპოქაში არის გასათვალისწინებელი ხოლმე. და ამას ეძახიან ხოლმე სხვადასხვა ტიპის სამართლიანობების სივრცე, სხვადასხვა ტიპის განზომილება არსებობს, რა განზომილებებშიც სამართლიანობა არ უნდა იქნას დავიწყებული. და ამიტომ ამას ეძახიან ხოლმე სამართლიან ტრანზიციას შემდგომ ეპოქაზე. და მთელი რიგი თეორიული რაღაც სამეცნიერო მსჯელობები დღეს ზუსტად მაგასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამართლიანი ტრანზიცია იმ ასე ვთქვათ ამ პროცესებიდან ისეთ პროცესზე, სადაც აი ამ ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული. მე რომ გითხრათ, რომ ახლა ამ წუთას მაქვს კონკრეტულად მზა რეცეპტი აი ამასთან თუ იმასთან დაკავშირებით, ეს არ იქნება ლოგიკური, იმიტომ რომ ეს მზა რეცეპტის ქონა საჭიროებს ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის ფლობას ადგილობრივ სიტუაციის და ყველაფერსთან დაკავშირებით, მათ შორის არ ვიცი რენტაბელურობაზე, როდესაც საუბრობენ კომპანიის და რომელიც ხშირად კომერციული საიდუმლოების ნაწილია და რაღაც გლობალურ ბაზარზე მისი ასე ვთქვათ ტენდენცია თუ რაღაცა როგორ იყიდებოდა და რა მოგებას ტოვებდა და ასე შემდეგ. მათ შორის ეს საკითხებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციული საკითხებია. ამიტომ ეს, როდესაც რაღაცა კითხვას შვამ თუ რა იქნებოდა უფრო ოპტიმალური, ხო? ანუ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს ოპტიმალური, ეს პასუხი ამაზე საჭიროებს ძალიან სიღრმისეულ, ასე ვთქვათ, მოკვლევას იმ საკითხისა და დისკუსიას ამ ყველაფერზე პირველ რიგში რა. ანუ დისკუსიას იმისა თუ საერთოდ რა ტიპის ალტერნატიული საშუალებები არსებობს მსოფლიოში, რა გამოცდილება აქვს მსოფლიოს. ანუ რა შეგვიძლია ჩვენ მაგალითად ვისწავლოთ, თუნდაც აი რა ვიცი გერმანიის მაგალითი ვახსენე და თუნდაც მათგან, თუნდაც არ ვიცი სხვა უფრო შედარებით ნახევრად პერიფერიული კაპიტალისტური ქვეყნებისგან, იმიტომ რომ ყველგან დგას ეს პროცესი, ანუ ყველგან დგას აი ეს სადაც ექსტრაქტივიზმი არსებობს, სადაც ტურისტი მაინც გონია რომ პრობლემა იმასთან არის დაკავშირებული და უკვე ტყიბულისაც რომ წიაღისეული რომის დამუშავებაც იქნებოდა ერთი ილევა, მეორე ხარისხი ვარდება ამ გამოლევასთან ერთად და ამიტომ იქნება სერიოზული პრობლემა. თორემ მსგავსი ტიპის პროტესტი მაგალითად ჩვენ იგივე კაზრეთში არ გვინახავს. იმიტომ რომ იქ სანამ წიაღისეული მოიპოვება, თუ იქ ოქრო გათავდება, იქაც იგივე მოხდება, ხო? სანამ ამის მოპოვება ხდება, მანამდე იქ ბალანსი დაცულია და იქ სამცვლაში მუშაობს ეს საწამო. ეს საწამო არასოდეს არ ჩერდება, შეიძლება ბევრმა არ იცის, ხო და იქ ადამიანები კი ჭეთროშიც იყო ეგრეთ წოდებული ვახტური რეჟიმი, ვახტური ნიშნავს მუდმივად ღვიძლს და განსხვავებით იქ ნამყოფი ვარ და მინახავს და ამიტომ სხვანაირი წარმოება და ეს უწყვეტად მუშაობს ყოველდღიურად. ეგრე მე მგონი საქართველოში არაფერი არ მუშაობს და აქედან გამომდინარე ეს არა, ეგ ახასიათებს ზოგადად ესეთ მოპოვებით მეებს ნაური და უცხო აქა პირიქით. რომ არ გაჩერდეს წარმოების პროცესი და მუდმივად მოგება დადოს. ეს იქიდან პრობლემა, ეს იმას კი არის, რომ არაფერი არ ხდება. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რაღაცა უწყვეტად ესე ხორციელდება. ხო, ძალიან დიდი იმაზე მოცულობაზე ლაპარაკი და პირველ რიგში ეს მე გარემოს უკავშირდება. ანუ
ამიტომაც გონია რომ ძალიან პრობლემური თემაა, იმიტომ რომ გულისხმობს ის რესურსი, რაც არის, რამდენად საკმარისია, რამდენად შემორჩა, რამდენად ღირს ის რომ მოდი რა ეხა მართლობის ფორმაში შეიძლება კი არ იყოს პრობლემა, მაგრამ საერთოდ სხვაგან იყოს, რომ უბრალოდ ის სამართავი აღარ რჩება არაფერი და მე რა თქმა უნდა გეთანხმები, რომ თუნდაც ამის შემდგომ რა შვებით ეს პრობლემური საკითხია. მაგრამ რესურს აი ამ მოკლედ გავცემ ამ საკითხსაც, ანუ რესურს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გამიჯნა იმისი თუ რა ტიპის რახან საუბრობენ მუდმივად აი რენტაბელურობაზე და იმაზე თუ აი მოგებას დებს თუ არა და რა მომავალი აქვს ამ საწარმოს, ხო? ამ შემთხვევაში მფლობელობა რატომ არის მნიშვნელოვანი? მფლობელობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფოს შემთხვევაში რენტაბელურობის სხვა ტარგეტი შეიძლება არსებობდეს, ანუ სახელმწიფოს სხვა ტიპის რენტაბელურობაც შეიძლება აწყობდეს, მაშინ როდესაც კერძო კომპანიას მსგავსი მოგება შეიძლება არ აწყობდეს. ამიტომ ეგ მფლობელობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ესეც კარგია, მაგრამ მაშინ ის აი ამ რაღაცა დიდხანს სახელმწიფოში ის ეკოლოგიური ნაწილიც უნდა იყოს რაღაცნაირად. მესმის, ანუ მაინც მგონია რომ საერთოდ ყოველთვის ეგეთ საკითხები პირველ რიგში დათვლის საკითხი უნდა იყოს და მონაცემთა ბაზაზე უნდა იყოს ეს დაფუძნებული. ეს მწვანე მოძრაობა ისევე როგორც დასაქმებულებზე და მithumetes შავი საყროს მუშაკებზე ზრუნვა მიმარცხენე მიდგომის და მოძრაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცა ეხლა შენს ლაპარაკში იკვეთება რომ შეიძლება რაღაც მომენტში ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს კიდევაც, ხო, იმიტომ რომ რაც მეც მუშაობს მაღარო, მეტი ზიანი აქვს, ესე ვთქვათ, გარემოს და ის პირველ რიგში მაღაროველიც მაღაროს მუშაობაზეა დამოკიდებული. საქართველოს მაგრამ რო არ ეწინააღმდეგებოდეს, ამის გამო არის ის რაღაცა ეგრეთ წოდებული მოწინავე მსოფლმხედველობები განვითარებული, ეს სამართლიანი ტრანზიციაც ვახსენე, რომ სინამდვილეში არსებობს სხვადასხვა ბრძოლები. სწავლა და სწორი მაგალითის ნახვა იგივეჭია ტურისტის, მაგრამ თლიანობაში რო გადავიდეთ, აი რაღაც ძურები გაჩნდა საქართველოში, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას მემარცხენე მიმართულებით. ანუ შენ იმის რესურსს ქვეყანაში ხედავ, რომ თქვა სახელმწიფომ შეიძლება უფრო გააძლიეროს აი ეს მემარცხენე ხაზი ამ ქვეყანაში. ტენდენციაც გლობალურად არის ისეთი, რომ საფუძველი შეიძლება გქონდეს ჩვენ ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და აი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის ძალიან მტკივნეული პროცესის შემდეგ ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანები თანათავით მიეჩვენენ აი ამ ცხოვრების რაღაცა კაპიტალისტურ წესს. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. მაგრამ ბოლომდე არათუ ვერ მიეჩვენენ, შეიძლება წარმოდგენაც არ ქონდეს ბევრ მოქალაქეს რეალურად როგორი არის დასავლეთში ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ აქ პატარა პრობლემაზე პირველი რაც გახსენდება, ეს არის მთავრობა და სახელმწიფო და გამგეობა და ასე შემდეგ, რაც ესე არ არის და იმისათვის რომ იქ კიდე ეგეთი საკითხები არ დადგეს, უამრავი მექანიზმი ამისთვის მოფიქრებული. ამიტომ ჩვენ რეალურად იმ წყობამდე, ხო, ძალიან ბევრი გვიკლია, მაგრამ შენ თუ ხედავ იმ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შეიძლება ეს მიმართულება განვითარდეს, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ მემარცხენე იგივე პარტიის გაჩენის კლასიკური გაგებით საშუალებას თუ ხედავ. ხო, არ ვიცი, ანუ მოძრაობებიდან თუ შევხედავთ, ნუ საქართველოში რაც ბოლო დროს გარკვეული ტიპის ჯგუფები არიან, რომლებიც საკუთარ თავს იდენტიფიცირებას უკეთებენ როგორც მემარცხენე და სოციალურ უფლებებზე მომუშავე, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავთ, რომ ისინი რაღაცა ეგრეთ წოდებული რაღაცა პრო-ნატო და პრო-ევროკავშირი ტიპის აი ამ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას უკრიტიკოდ იღებენ სწორედ აი ამ სოციალური და ეკონომიკური განზომილების კუთხითაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის ეკონომიკურ ანალიზსაც თუ გავაკეთებთ, ეს ესეთი მარტივად მისაღები პროცესი არ არის, ან მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიც არის მთელი რიგი ასიმეტრიები, რომლებიც ევროკავშირის პარტნიორ ევროკავშირთან მოვაჭრე ქვეყნებს არა თანაბარ გაცვლის პირობებში აყენებს და ეს არათანაბარი გაცვლა არის ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გლობალური ვაჭრობის პროცესში. ეს ცალკე დიდი საკითხი არის, ამიტომ ეს რა იქნება მათი მომავალი და რა ვიცი,
ალბათ უფრო ისინი ლიბერალური მემარცხენე ჯგუფები უფრო არიან, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ტიპის გადააზრების შესაძლებლობა, ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრების შესაძლებლობა თავრობას თავად უნდა ჰქონდეს ამ მომენტში. და ეს არ გულისხმობს აუცილებლად რაღაცა კონკრეტულ მემარცხენე პოლიტიკას, გულისხმობს აი სწორედ აი ამ ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხებს, იმიტომ რომ ისევ და ისევ რა თავიდან რაც დავიწყეთ აი ამ დიდი შეკითხვით თუ დიდი შეკითხვას თუ შემოვიტანთ დისკუსიაში, ახლა არის გარკვეულწილად რაღაცა ის მომენტი, როდესაც ალბათ ყველაზე მეტი ფოკუსი უნდა მოხდეს იმ საკითხებზე, რომ მართლაც რას ნიშნავს ეკონომიკურად ეროვნული ინტერესი. ანუ ეროვნული ინტერესი, რომელიც ეკონომიკური ინტერესიც არის, მათ შორის და გულისხმობს შენი მოსახლეობის ეკონომიკურ წინსვლას და შენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ეს დისკუსია ხშირად ეს დისკუსია ხშირად არ არის ნაწილი აი ამ ყოველდღიური დღის წესრიგის და მათ შორის პარტიების შემთხვევაში. ანუ პარტიები დღეს ჩვენთან არ მსჯელობენ იმაზე, თუ ეკონომიკურად რა პროცესი იქნებოდა განვითარებისთვის ხელსაყრელი. ესე იგი, ჩემთვის გასაგებად რომ გადმოვთარგმნო ახლა რასაც იცი, შენ პრაქტიკულად ამბობ, რომ განსხვავებით 90-იანი წლებისგან, როდესაც შენ ქვეყანა, ხელისუფლებაც, ხალხიც იმ გაჭირვებიდან გამომდინარე მოქცეული იყო ერთგვარ მარწუხებში, როდესაც მას იძულებით უწევდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხო, რაღაც კონტრაქტები, ისეთი კონტრაქტების დადება, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო, სხვა გამოსავალი რომ არ არის და ამიტომ ვაკეთებ. აქედან დღეს ჩვენ აღარ ვართ მსგავს კაბალურ დამოკიდებულებაში და მოცემულობაში და დღეს შესაძლებელია სხვადასხვა გადაწყვეტილებებისას უფრო მეტად იყოს ასახული საკუთრივ ქვეყნის და ხალხის მომგებიანი პირობები, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ანუ პრაქტიკულად პრინციპი და სტრუქტურა იგივეა, მაგრამ აი ამ რაღაცა ურთიერთობაში საქართველოს ინტერესები შეიძლება უფრო მეტად იყოს რაღაცა დაცული და წარმოჩენილი. მე რაღაცა SMS-ს შეიძლება ესეც გავიგოთ, იმიტომ რომ ანუ საუბარი არის რეალურად ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე და მოდელებზე, რომ მაგალითად იმაზე, რომ აი ბოლო 30 წელი თუ გქონდა სიტყვაზე ეს რაღაც არ ვიცი, თუნდაც იგივე ეს ტურიზმზე დამოკიდებულება და ასე შემდეგ, ეხლა რა შეიძლება შეიცვალოს, ხო? აი ამ ეკონომიკური მოდელების განვითარების თვალსაზრისით, შენი აზრით, ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს სარგებლიანობის პრინციპით, რომ ვთქვათ, რომელი უფრო სარგებლიანია, ხელსაყრელია, რა მეტ შემოსავალს მოგვიტანს და ხალხისთვის რა და ქვეყნისთვის რა არის უკეთესი, თუ ერთგვარი რაღაცა იმ ჩარჩო სააზროვნო პარადიგმით, როდესაც გარკვეული ხაზებია გავლებული, რომ მაგალითად ყველაფერი რაც ამ ეკონომიკურ გადაწყვეტილებების კუთხითაც კი უკავშირდება ნატოს, ევროკავშირს, ეს უნდა იყოს მისაღები და კარგია. ტურისტიც ფოტოშოპის არქსმენია, რომ ევროპელი კარგია და თქვა სხვა აზრი. კი, იქაც იერარქიებია. და თქვა ის თუ რაც უფრო თუ რაღაცა აი რუსეთთან მიმართებაში ან სხვა ქვეყანასთან, არაბეთთან ან ჩინეთთან მიმართებაში იქნება, ეს აპრიორი მეორე ხარისხოვანი და ცუდია და ეს იძულებით არის. ანუ აი როგორ უყურებ შენ აი ამ ეს ჩარჩოები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამას ქვია რაღაცნაირად საქართველოს სუვერენიტეტის გზას, მთელი რიგი ძალების რომ ამგვარად მიიჩნევენ, ანუ ეკონომიკური საკითხებიც კი უნდა დაექვემდებაროს ამგვარ გეოპოლიტიკურ მიდგომას, თუ არა, ეკონომიკური საკითხები უნდა წყდებოდეს მომგებიანობის პრინციპით. და სარგებლიანობის. აი ეს რეალურად არის მართლა ესეთი ფუნდამენტური შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახელმწიფო და როგორი ეკონომიკა გვჭირდება. ანუ აქამდე ყოველ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას აქვს ეს ტენდენცია და არ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, ქვეყნებშიც ესე ხდებოდა და ბევრგან ხდება ხოლმე. ეგრეთ წოდებული შაბლონების და მზა, ასე ვთქვათ, რეცეპტების უკრიტიკოდ მორგების პრაქტიკა. რაც გულისხმობს იმას, რომ რასაც გეუბნებიან სიტყვაზე სადღაცა, რომელიც ითვლება, რომ ის არის რაღაცა პრესტიჟული საერთაშორისო ინსტიტუტი, ის პერსპექტივა, რომელიც არის მისი პერსპექტივა ცხადია, ის პერსპექტივა ხშირად აღქმული იყო ეროვნულ პერსპექტივადაც, იმიტომ რომ ეს კარგია უნივერსალურად. და ზოგადად ეგეთი რამე არ არსებობს, რომ გარკვეული რაღაცა, არ ვიცი, გადაწყვეტილება იყოს კარგი ყოველთვის ყველასთვის, ხო? ან გადაწყვეტილება, ან რაღაცა მიმართულება. ამ
შემთხვევაში ზუსტად აი ეგ საკითხია, რომ ნებისმიერი მზა, ასე ვთქვათ, შემოთავაზებული ეგ პოლიტიკის უკრიტიკოდ მიღება ცხადია არის პრობლემური. და ეს ჩვენ, არ ვიცი, ეკონომიკურ საკითხებში საკმაოდ ჯერ კიდევ ძალიან ჩაცემენტებული გვაქვს ჩვენ სააზროვნო ასე ვთქვათ ველში, რომ აი რაღაცები ესე უნდა ხდებოდეს, სიტყვაზე ესე უნდა სახელმწიფო ასე უნდა აკეთებდეს. ეკონომიკის სამინისტრო ამაში არ უნდა ერეოდეს. რაღაცა ის შრომითი დავები მხოლოდ ესე განყენებულად როგორც შრომითი დავა უნდა წყდებოდეს ჩარევებისგან განცალკევებით. მოკლედ უამრავი ასე ვთქვათ მითი არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ზუსტად პოსტსაბჭოთა მითებია. ანუ მითები, რომლებიც პრინციპში დასავლეთში მომზადდა, მაგრამ მომზადდა ცხადია მათი პერსპექტივიდან. ხო, ანუ და ჩვენ ხშირად არ ვიყავით ხოლმე პოლიტიკურად იმის ასე ვთქვათ შემძლე ან იმ რაღაცა თუნდაც არ ვთქვათ ამას სუვერენულობა, რომ ეს ყველაფერი კრიტიკულად გადაგვიაზრებინა. და ამ შემთხვევაში მე ამ შესაძლებლობას ვხედავ, რომ რაღაცნაირად აი ეს გადააზრების პროცესი შეიძლება აქაც განხორციელდეს და ამიტომ შემოვიდეს და აი აქ ზუსტად ეროვნული ინტერესი, როდესაც ვახსენეთ, ეროვნულ ინტერესში მნიშვნელოვანია სწორედ შენი მოსახლეობის ინტერესი, ხო? ანუ შენი მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ ესე ვთქვათ, იხეირებს თუ არა ამა თუ იმ ეკონომიკური გადაწყვეტებით. აქ საუბარი არ არის რაღაცა რადიკალურ რევოლუციურ ცვლილებებზე, რომელიც სრულად წარმოების წესს გადმოაბრუნებს. ეს საქართველოს კონტექსტში ცხადია ვერ მოხდება მხოლოდ. ეს რაღაცა გლობალური ცვლილების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რაც რისი შესაძლებლობა შეიძლება ქონდეს ადგილობრივად მთავრობას, არის სწორედ ეს კრიტიკული გადააზრება არსებული დამკვიდრებული მოსაზრებებისა ეკონომიკური წესის შესახებ, ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. ხო, დიდი მადლობა ნინო, მოკლედ კიდე ერთი პატარა თემა ქონა, უბრალოდ ჩვენი დრო ამოიწურა. ჯინსების თაობის რომანტიზმი დასრულდა, ქონდა ეგეთი ფრაზა და პრაქტიკულად ეს იყო სიმბოლო, რომ აი ესეთი აპრიორი რომანტიული წარმოდგენა და ხედვა დასავლეთს და იმისკენ ტოლვა, რომელიც დაბადა ამ საბჭოთა პერიოდში, სწორედ მეორე ნახევარი, ხო, ცივების პერიოდში, უბრალოდ ამაზე ცოტა ფილოსოფიური საკითხია და ვერ მოვაწაეთ ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით საინტერესო იყო, რასაც შევეხეთ და რაზეც ვილაპარაკეთ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ჩვენი ეთერი დასრულებულია და დაუბრუნდებით ორშაბათს უკვე შუადღის პოლიტიკის ეთერში. დროგი მშვიდობებით, ნახვამდის. ნახვამდის.